ქართველი ებრაელი საქართველოში თავის თავს უმცირესობად არ თulis. იმდენად თავის თავს ამ ერის კუთვნილ ნაწილად აღიქვამს და აი ისრაელში ძალიან პოპულარული არის ცეკვის ანსამბლები. სადაც აი მეხუთე თაობის ებრაელი ბავშვები დადიან და ცეკვავენ ჩოხებით და ხანჯლებით. და ის თუ როგორ სადღეგრძელოებს ამბობენ ქართველი ებრაელები თავიანთ ქორწილში. მე სადღეგრძელო დედის მაგიერი ისრაელის გარდა არ გამიგია. დედის მაგიერს ეძახიან საქართველოს. რომელმაც შეინახა, გამოაზამთრა და გაუშვა. და ძალიან ბევრი უცხოელი მეცნიერი, რომელიც ისრაელში ასწავლის, თulis, რომ რეალურად აი კონცეფციის მიხედვით ბევრი თემი რო შევადაროთ ერთმანეთს, ქართველი ებრაელებისათვის დიდწილად ეს იყო აღთქმული მიწა. აქ ისე გამოიზამთრეს და ისე დაუბრუნენ უკან თავიანთ იერუშალაიმის და თავიანთ აღთქმულ მიწას, რომ რეალურად შეიძლება ეს იყო მათი აღთქმული მიწა. იუნესკოს ოფიციალურად აქ აღიარებული ქართული ებრაული თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება, როგორც არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის აი ძეგლი. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Home.